კრემლის საერთაშორისო ნორმების დაცვისკენ ბრიუსელიდან მოუწოდებს შეერთებული შტატები. განცხადება ამჯერად სახელმწიფო მდივანმა გააკეთა. ჯონ კერი ამბობს, რომ ვერავინ დადგება განზე და ვერავინ დაიწყებს იმის ყურებას თუ როგორ ილახება შედარებით პატარა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ძლიერი და დიდი სახელმწიფოს მიერ. ჯონ კერი მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ გატარებულ სანქციებს შედეგი უკვე მოყვა. ისტორიულად სანქციების შედეგს დრო სჭირდება, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ სანქციებს მოაქვს შედეგი. ნახოთ რა ხდება რუსეთში. გაზეთებში დაიწერა, რომ მომავალ წელს იქნება ეკონომიკური რეცესია ქვეყანაში. პრეზიდენტი პუტინი უახლოეს დღეებში გეგმავს, რომ მიმართოს მოსახლეობას ეკონომიკური კრიზისის და პრობლემების დასაძლევად. რუსული რუბლი ვფიქრობ მთელი ისტორიის მანძილზე ევროსთან ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დგას. ეკონომიკა სანქციების გავლენას განიცდის. ამიტომ მე არ ვიზიარებ და არ ვეთანხმები შეფასებას, რომ სანქციების დაწესება შედეგი არ მოჰყოლია. მე მინდა მივმართო რუსეთის ხელისუფლებას, პრეზიდენტს, ხალხს, ჩვენ არ გვსურს ვიყოთ ასეთ სიტუაციაში, როდესაც ერთადერთი არჩევანი არის სანქციების დაწესება, მაგრამ ვერავინ ვერ დადგება განზე და დაიწყებს იმის ყურებას თუ როგორ ილახება შედარებით პატარა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ძლიერი და დიდი სახელმწიფოს მიერ. სტანდარტებს და ნორმებს დიდი მნიშვნელობა აქვს. რუსეთს აქვს შესაძლებლობა სხვა არჩევანი გააკეთოს. ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ. ძალიან კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი სხვა მიმართულებით წასასვლელად და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს ასე მოხდება. The behavior to date.